კონკრეტული სიკეთეები მიიღო. უფლებების დაცვის კონვენციაში და წლებით წინ აღქმები და მექანიზმები, რის საფუძველზე ისინი ახმებელი უნდა იყოს ინფორმირებული და შემდეგ შეხვედრაზე ალბათ მიხოლოს მიიღონ პროფესიული განათლება და გაუჩნდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის. გარდა ამისა, გადაიდგა დამატებითი ნაბიჯები გატარდა გარკვეული ღონისძიებები, რომლის საფუძველზეც შემუშავებული არის პილოტურ რეჟიმში დამატებითი სერვისები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქტივობა, საზოგადოების ჩართულობა, ვინაიდან მათთან ერთად მოხდება იმ იდეების შეჯერება და შესაბამისად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა და კორექტირება მიმდინარე ღონისძიებისა. შეხვედრის მიზანი გახლავთ ის, რომ სწორედ ერთობლივად სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა და ბიზნესმა ერთობლივად დავგეგმოთ ის ხელშემწყობი მოდელები, რომლებიც შემდეგ დაეხმარება მოწყვლადი ჯგუფების სამუშაოს მაძიებლებს, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმდნენ. განხილული იქნება რამდენიმე მოდელი, მოხდა ასე ვთქვათ კონტრიბუციების კონსოლიდაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების არასამთავრობო სექტორის მათ შორისაც. როგორც იცით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის რესოციალიზაციის პროგრამა ხორციელდება და რესოციალიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმება. შესაბამისად, ჩვენ ბენეფიციარებს ყოფილ პატიმრებს ვეხმარებით დასაქმებაში. ანუ ისინი არიან სამუშაოს მაძიებლები. მათი, ასე ვთქვათ, დაწესებულებაში გატარებული წლების გამო მათი კონკურენტუნარიანობა დაბალია, შესაბამისად ნებისმიერ ასეთ ინიციატივას, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაბალ კონკურენტუნარიან დასაქმების ბაზარზე ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ჩვენ მივესალმებით და მონაწილეობთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა უწყებებს შორის იყოს ერთობლივი ხედვა სტრატეგია, როდესაც ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებაზე ვსაუბრობთ, რადგანაც ინკლუზიურობის და ჩართულობის უმაღლესი ეტაპი სწორედაც რომ დასაქმებისთვის თანაბარი გარემო პირობების შემუშავება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული მაქსიმალურად სამოქალაქო სექტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლები და ასევე დასაქმებლები, რადგანაც მხოლოდ ასე მულტიდისციპლინარული მიდგომით შეგვიძლია ჩვენ მივახციოთ იმას, რომ დასაქმები მხოლოდ კვალიფიკაციის გამოწყდებოდეს და არა კონკრეტული ადამიანის ფიზიკური მდგომარეობისა თუ სხვა სოციალური სტატუსის გამო.